ოჩამჩირელების კავშირი ერთობას ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოს ლეო ბოკერიას 85 წლის იუბილე აღენიშნა. ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. ის პირველი ქართველია, რომელიც ამერიკის ქირურგთა ასოციაციის, ევროპის გულისა და გულსისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოების, მონაკოს საერთაშორისო კარდიოლოგიური ცენტრის, სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. არის აგრეთვე საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული, ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. ლეო ბოკერიას ეკუთვნის 150 პატენტი გამოგონებაში. გამოქვეყნებული აქვს 1000-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოეთში. მიუხედავად მოსკოვში ასეთი წარმატებული კარიერისა, ლეო ბოკერია ამბობს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ოჯახი და მშობლიური კუთხეა. საპატიო ოჩამჩირელსა და დამსახურებულ ექიმზე თანაქალაქელები განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობენ. ლეო, შეიკითხებოდე, შენ ფოთში ხარო დაბადებული? არა, მე წიგნში ვწერ და ახლაც ვამბობ, რომ მე ვარ დაბადებული ქალაქ ოჩამჩირეში. მე ჩემ ბავშვები მეუბნებიანო, პაპაო, შენ რო დაბადებული ყოფილიყავი ფოთშიო, ასეთი კაცი არ გახდებოდი, იმიტომ რომ ოჩამჩირელი ხარო და ოჩამჩირელებიო სულ გიხსენებენო. იმდენად არის ის თბილი კაცი, რომ 4000 ბავშვი გადაარჩინა ამ ოპერაციის იმით. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, 300 კაცი აიყვანა სამსახურში. ოჩამჩირელები მაინც ოჩამჩირელები არიან. ოჩამჩირელებს ბევრი ისეთი ყავდა საზოგადო მოღვაწე. პოლიტიკოსებიც იყვნენ, მწერლებიც იყვნენ და ისე პოეტებიც და ძალიან ისე, მაგრამ ეს პიროვნება რომ დღესაც რომ ცოცხალია და რომ ყავს და რომ მარტო ჩვენ კი არა ოჩამჩირელები, მე მგონი მთელი აფხაზეთი და საქართველოს ამაყობს რომ ყავს ასეთი დასტაკარი არაჩვეულებრივი თვითონ პიროვნება, მე სიტყვები არც მეყოფა რომ ყველაფერზე ვთქვა რა პიროვნებაც არის. ბატონი თენგიზის ორგანიზებით მოხდა ყველა ჩვენი აფხაზეთიდან სპორტის, არასპორტის ვეტერანების მეგობრების შეკრება და აი ვიხსენებთ და აღნიშნავთ 85 წლის იუბილეს. აქვე გაკეთებული აქვს ბატონ თენგიზის ბრწყინვალე რაღაცა თასი, თავისი წარწერები, ბურთი, თელი ყველაფერი, რომელიც დღეს რაც აქ განხორციელდება, ეს ყველაფერი გადაეგზავნება